სალამს გისურვებთ მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ღამის მონადირეების დარეაქტებას. როგორც ნახე რაღაც ტრეილერები რომელიც საკმაოდ კარგია. ჩაუჯდეთ მოკლედ და დავიწყოთ დარეაქტება რა. თუ მოგეწონებათ, იცით როგორც უნდა გამოხატოთ თქვენი მოწონება, უნდა გლიჯოთ ლაიქს და ამავდროულად უნდა გლიჯოთ subscribe-ს რა. ოკეი, უკვე დაძაბული სარი რა. გარემო, კაროჩი, ატმოსფერო. ეს მომენტი მე მგონი TikTok-ზე მაქვს ნანახი. ეს ბიჭი მოცნობა. Շատ გარბი ხარ ბიჭო. შეპიდარასტოშე. თავი დამანებეთ რა გთხოვთ. რა სინაზებოდი ბიჭო, ჰა? ცერთა ქალებს ველაპარაკებოდი, შე რა გინდა? და ქალებსო გაიგე. პიდარასტი ხარ? კითხვას. რატო არ პასუხო? შენა ბოსთან. შენა ბიჭო. ნებისმიერი სახის ძალადობა, პირადად ვეწინააღმდეგები რა. ესეთი რაღაცეები ძალიან ხშირი არის რა. არა მარტო მსგავს ხალხზე, ისედაც ჩვეულებრივ წყნარ ბავშვებზე ძალადობენ, ბულინგობენ და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი რაღაცა ძალიან ზედმეტია რა. ერთნაირად უნდა დავაბალანსოთ. შეიძლება არ მოგწონდეს, არ მოგწონს და არ ურთიერთოთ, ვაფშე არ გავიაროთ მაგ ადამიანთან. ყველა ისე ცხოვრობს როგორც უნდა რა. ეხლა თავარია იმას შენ არაფერი დაგიშაოს და შენ არ შეურაცხყოს და რაღაცა შენიანები არ შეურაცხყოს. თავისთვის თავის პონჩი რაც უნდა ისაკეთოს, მე ეგრე ვფიქრობ რა, დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია მსგავსი რა. ეს ვინ არის? იმენა გუდიანი კაცი არის კაროჩი. გაიარე ჩემო ძმა. ой რა გაძუყნიან ამათ გარშე და იქნებიან ღირსები კიდევაც. ჩემი ელი გამოჭრა? ენა ეს გუდიანების მეფეა კაროჩი. სახელი და გვარი. ელენა სანაია. გამარჯობა.
უცხო იერი გაქვთ. დიახ. ამბები მყავს უკრაინელი და ალბათ მაგიდა. საიდან ხარ ელენა? ფოთიდან. სიმაღლე ვიცით. მეტრი და 62. გასაგებია. მადლობა. გასაუბრებაზეა მე მგონი სულ ეს იყო. სახიობობა უნდა ან რაღაცებით. რატომ გადაწყვიტე სამსახიობოზე ჩაბარება? აი. მე ბავშვობიდან მიყვარდა მსახიობობა. მამასთან ერთად ხშირად ვუყურებდი ხოლმე ფილმებს. განვიხილავდით. ჩემი ძალიან სჯეროდა და ალბათ მეც ამიტომ გადავწყვიტე სამსახიობოზე ჩაბარება. ვიცი. მინდოდა ჩემი სათქმელი მიმეტანა მაყურებლამდე. რაღაც ახალი მეგრძნა. განსაკუთრებული. ალბათ ხვდებით, რასაც ვამბობ. ვაფშე ფეხებზე კიდია, კაროჩე. გასაგებია. მადლობა. ნამეტანი ტრაგიკულად ისქნეს, არა და ვაფშე არ იყო ეს ტრაგიკული ისტორია, მაგრამ ისეთი მუსიკები და რაღაცები დაადეს, რომ გაატრაგიკულა. ლენ. რაკენი? რავი, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. გონი მოვეწონე. მგონი? ხო, რავი. უთხარი რომ ნახევრად უკრაინელი ხარ? ანა. რო? რა შუაშია გამოსთან? მე არც ომის გმირი ვარ და არც ლტოლვილი. ადამიანო, უბრალოდ პატარა დეტალია რომ იცოდი არ არის რო ახსენო. ვუთხარი. ვიცოდი. რაიო? შერაკენი. ფიმბრერე? ბიცეკვე? ლექსი წავიკითხე? პროზა? რა ვიგიდე რა უნდა მეკნა? გონი მოეწონათ რა? ია. ყველაზე ამასო იყურებს რა? თავიდან მეგონა რაღაცები მოსწონთ ისეთ ხოებში შემოგწესებენ და რაღაც და მე მიიღებენ უეჭველი ჩემი ასეთ. ლენ. საწავიდა. ჰუალინგზე მიაბიჯებს. ლენ. ლენა. დამოდი გაგიმოსა. ეს არა იყვანს დიდი ალბათ. შემიძლია მამა ჩემს უთხრა. ხალხი ყავს განათლების სამინისტროში.
შეწყობით არ მინდა. ყველა ეგრე აბარებს. მე არა. გადაღება საკმაოდ ხარისხიანია რა, რაც ხა უყურებ. Просто თითქოს გაწელილი მომენტები არის და რაღაცნაირი სიუჟეტები, მომენტებია რა, როგორ თქვა. რენაჩკა. ვალიკ. კიდე სვამ. შენ რაღაც მოწყენილი მეჩვენები და ვიმა ხომ არ გაგაბრაზა? ნეტა ერთი რაში გაინტერესებს. ვინ შენ გაგაბრაზებს დედას მოუტყნა ვიცოდე. ის ვინი რა? ავალ ხო? აუ. ჩანთას აგატანინებ, ძიმე იქნებ. არ მინდა ავიტან ჩემით. ძალიან მაგარად მსახიობობს ეს კაცი. რენაჩკა, ძალიან მაგარადია. როდის უნდა გავისეირნოთ მე და შენ კაფეში? ხოლოდ შენ სიზმრებში. კაფეშიო. დე, რა შვება დედას არტისტკა? ჯერ ეს ერთი შვება არა. შვრება. შენ სამსახიობოზე ჩააბარე, გოგო თუ ფილოლოგიურზე? ჯერ არ ჩამიბარებია. მაგრამ მსახიობი სწორად უნდა მეტყველებდეს. რას ქვია არ ჩაგიბარებია, გოგო? პასუხები როდის იქნება? სადღაც ერთ თვეში იქნება. ასე მითხრეს. აუცნაური არა და წინაწას ეგრევე დაიდო. ხო, არ ვიცი. ცვლილებები არისო უნივერსიტეტში და ტურებში რა ქენი, გოგო? ატყუებს. ვიმღერე, ვიცეკვე, წავიკითხე ლექსი, პროზა, იგავარაკი. დედას ნიჭიერი, დედას მსახიობი. დედა, შენ ხომ იცი რომ აუცილებლად მოხდები სამსახიობოზე? შემი მაგარი გოგო ვინ არისო? მომისმინე. შენი და რო ჩამოდის, ხო გახსოვს? კი, ბავშვი კარით არ დამიტოვო. დახვდი. კარგი. წავედი ხა მე. ქსენიასთან ვარ ყავაზე დაპატიჟებული. დე, ხოდი. მომენატრე. მეც მომენატრე, დე. ვიდი გაკოცი. იცით, ჩვენი ოპონენტების პროტესტი ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მე მაგალითად გარშემო არ მეგულება ადამიანი, ვისაც არსებობის პრობლემა გააჩნია. ეხლა თუ ვიღაცას შრომა ეზარება, ამაში ჩვენ ბრალი ნამდვილად არ მიგვიწევს. მესმის ბატონო შალვა, მაგრამ ჩვენ ახლა ფასებზე ვსაუბრობდით და თუ შეიძლება ამ თემას რომ დავუბრუნდეთ რა. და რა შტის ფასებს? ვსაუბრობდით რომ ფასები არის საგრძნობლად გაზრდილი რეალურად რომ შევხედოთ. იცით, მე როგორც ქალაქის მერი ხედავ გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას. აი შეხედეთ მაგალითად აგერ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბასლაინები რა, არ მოგწონთ? სად არიან ეს გაჭირვებული ადამიანები, მითხარით დამანახეთ ეს. ჩვენთან ეკონომიკა ყვავის გენაცვალე, ყვავის. ზუსტად ინფრასტრუქტურას რომ დავუბრუნდეთ თუ შეიძლება. უკანონო მშენებლობები. აი ეს არის სრული სპეკულაცია და დეზინფორმაცია. უეჭველი ეს კაცი თვალთვალებს კარში.
პედოფილი კაცი. აი ესეთებს მართლა უნდა გაუჩეჩქო ის თავი, კაროჩე რა. თავარ გამოშვებას კი ვიწყებთ ამბით, რომელიც შეიძლება შემაშფოთებელი იყოს საზოგადოებისთვის. გთხოვთ არასრულწლოვანები მოარიდოთ ტელეეკრანებს. ქალაქში ახალი დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც მოსახლეობას აწიოკებს. ისინი ღამით გამოდიან და დაუნდობლად უსწორდებიან ადამიანებს. ეს კადრები გუჩვენებს თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს 3 ახალგაზრდა. მრავლობითია მოტეხილობები და ჭრილობები. მოხდართან დაკავშირებით მშობლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. საზოგადოების ნაწილის თქმით კი ეს დაჯგუფება სწორედ იმ სამართალს ამყარებს, რომელზედაც პოლიციას ხელი არ მიუწვდება. Mama. ძალიან ისეთი ფილმი, აი ყოველდღიურ რეალობას რო აღწერს და იქ ძალიან ასწორებს. ტაქსი რომ მაინც გამოგეძახა არა? და საერთოდ რომ არ ჩამოსულიყავი არა? მოგიწევს ერთი კვირა ამიტანო. რა შვებიება? როგორ ხარ? მისმინე წესები. არ მირევ სახლს. არ ამოყავს სამეგობრო. არ შედიხარ ჩემს ოთახში, არც აქ. არ იღებ ჩემს ნივთებს, არ ხმაურო. არ ვარსებობ. Yes. ეს ამის დაიქნება. მოდი. გაიგი ახალი ამბები. კი, გავიგისეს. ეგ აღარა ერთი და ორი შემთხვევა. ხალხი დაშინებულია, გართ ვეღარ გამოდიან. ხო, მაგრამ ისინი ხალხს არ ერჩიან. დაკვეთაა შემოსული. უნდა გამოვიძიოთ. ვინ არის დამკვეთი? აპატიე და ჯერ მაგას ვერ გეტყვი. სანდო კაცია. კაი. რამდენი სიხდის? საკმარის. რა ვიცით? აი. ნახე. 40 წლის კაცს ხელები დაამტროიეს. იმიტომ რომ ცოლს ცემდა. 25 წლის ბიჭი სამუდამოდ ინვალიდი დატოვეს. ბარებში დადიოდა ეს ახალგაზრდა. გოგონებს კოქტეილში რაღაცას უყრიდა, თიშავდა და მერე აუპატიურებდა. 3 ახალგაზრდა. ისეთ ცემეს ნეკნები თავების უფრო დაუნტროეს. ეძე გადარჩა. არც სახელები, არც მისამართები. ანაბეჭდებიც კი არა გვაქვს. როგორ? არაფერი არა გვაქვს. საშიში ხალხია. ისეთი არაფერი. უბრალოდ უნდა გავიგოთ ვინ არის.
ამ საქმეს მე მიხედავ. ჯიგრები არიან თო. ანუ ვინც ჩათლახობს და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც პოლიცია ვერ აქცევს ხომ ერთ შემთხვევაში ყურადღებას. ესენი აკეთებენ რა, ეხმარებიან ხალხს. გაშვებით შენ და ის სახელის ხსენებაც რომ არ მინდა. რავი. ყველაფერი კარგად არის. ვაიმე, ეხლა უნდა მოგიყვეთ რა გამიკეთა მაგ იდიოტმა. მოკლედ დამირეკა მნახეო. თან ნათქვამი ქონდა რომ ვიღაც გოგოს აცილებდა საზღვარგარეთ და მაგასთან უნდა დაურჩეო. ფუფ, ჯერ მაგ გოგოზე ხო ისედაც ვეჭვიანობდი. 1 საათი ტანსაცმელს ვარჩევდი და ბოლოს ისკაბა ჩავიცი, შენ რომ მეჩუქე. და საბოლოოდ სად ნახე? გოგო, სახთან მომაკითხა მანქანით. რაღაცნაირ სახით დამიწყო ყურება. მეთქი გიორგი, რა ხდება თქო? არაფერიო, რა უნდა ხდებოდესო უბრალოდ. დიდი ხანიაო რაღაცის თქმა მინდა და ვერ გითხარიო. და რა დამემართა? ეს თვალები ხო ამით სრემლიან და ეგრევე დავწვი რომ ღალატობდა და დაშორება უნდა და მაგ გოგოს გამო. ამოშაქრა. დიდი ხანიაო ამის თქმა მინდაო, მაგრამ ვერ გავბედეო. საბოლოოდ თქვი რა მოხდა, დავიღალეთ. გდეს რა მაგარი კაცი. აჰა. ხო იცი რა დეგენერატია. ეგ რა უთქვია? ხელი. იუ. იუ. ჯერ შენ ხარ მოსაკლავი. კლავზე დასახვევი და კედელზე შემოსაწყვეტი. მე. კი, შენ, გლუვტვინიანი. მე რა შუაში ვარ ადამიანო? ეძეს კი ბუთურა კაცია. მოდი ხარ რაღაც სისულელეს წყვები და გგონია რომ კარგი გააკეთე. ამ დროს საშჩინელი სურათი გვაქვს. წავედი რა. ნახვამდის. დგა ხარ. ვაიმე რა სლეი კაცია ეს ვინა. და იდიოტობას წყვები, გლუვტვინიანი ხარ, თავი არ გაქვს ცალსე. სარიელი თავით დადიხარ. დებილი. და საერთოდ ასეთ რაღაცაზე აღარ დამაკარგინოთ დრო არასდროს. მე რა შუაში ვარ? შუმად. რას ბაზრობს რა უნდათ? ლენა. ლენა. არ გაგისწორდა ხომ? ჩაბარებას აღნიშნავ თანა. მე რა შუაში ვარ. აი ნუ ამბობ რა ეგრე. წავედი. ჩემი ტოქსიკური და მელოდება რომ საჭმელი გავუკეთო. სახლის გზას ხომ მიაგნებ? ჰო, ვეცდები. თუ არა და დაგირეკავ. უი, ვერ დაგირეკავ. ტელეფონი დამიჯდა. ამასთან რა უნდა? დაპატიჟა, იმიტომ რომ ყურადღება გადაეტანა. აუ ის კაცი არ დახვდეს ხა აქ. პედოფილი მანიაკი კაცი. ლენაჩკა. 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 გული გამიხეთკე. თვალი ხარ? ლენაჩკა, როდის უნდა გავისეირნოთ მე და შენ კაფეში ოღონ არასიზმრებში. სახლში მეჩქარება. ლენაჩკა, სად გეჩქარება? დედა შენი სახლში არ არის, მამა საერთოდ არ. შენი დედა ვატირე.
აი სად დაგინძ რა. იმენა ქართველი ბეტმენები არიან ესენი კაცი. ოპა რას ხუმრობდი შენ? და მოკლა ბიჭო. აბა მან დაინახა. რა ხდება, რა ყვირილია, რა ხდება, გამაგებინე. ოხ აქრისთვის მომიყვანეთ. მე პოლიციას ყველაფერი მოვყევი. დეტექტივი ვარ. შენ დახმარება მინდა. ხედავ რომ ძალიან შეშინებული ხარ. მესმის. ცუდი ამბავი მოხდა. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გადავრჩით. მოსჩა. მოსი უფრო დაგამშვიდებს. მიდი. მინიღბიანებმა დამიცვეს. იცი რა უქნეს შენს მეზობელს? შენი მეზობელი დღეიდან ვერც ივლის, ვერც ილაპარაკებს და ვერც მოისაქმებს. ყოველი შემთხვევისთვის ისე ვერა, როგორც ადამიანებს გვჩვევია. დაწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი შეეშლებოდათ. ძალიან ფრთხილები არიან. მითხარი, რომ მათი სახე დაინახე. არ ეტყვის. შანსი არ არის არ ეტყვის. ვერც კი წარმოიდგენ რისი გამგეთებლები. ისინი კანონს არ ღვევენ. გესმიში? გთხოვ, თუ მათი სახე დაინახე დაგვეხმარა. დაგვეხმარე, რომ ეს სიგიჟე დავასრულოთ. აქედან ჩემი თავი. დარწმუნებული ხარ? კი. მადლობა. მადლობა შენელი. უთხრა? არ ეტყოდა. შანსი არა. პონტი არ არის, კაროჩი.
ეხლა რო აქ დახვდნენ სად მიდის? აი მაგარი დებილები იქნებიან ეხლა აქ რო იყვნენ. ჩემი სისულელეც მო. ეხლა ხო ჩაოლებური ამბავია რომ ეჭმინტა ამას ხო იცინებს. ხო იცოდე რომ გაკითხავდნენ ამას რა. რაღა ამის სახში დაადგენ, ანუ ჩაოლებურად შეიძლებოდა რომ აიცილებია მთლიანი ესკორტით. ეს გოგო და იქ დაეჭირა თან დაინახა და ეპოვათ რა. აზია რა ხარ ძმო. მოიტაცეს. ახან სახე დაინახა მაგიტო რა. დაშავებით არაფერს დაუშავებენ წესით. რა გინდა აეცილებინა იმ კაცს? არაფერს დაგიშავებთ. იმერა ქართველი პოლიციისთვის. ქართველი ხალხის ხმა აქტივში. საგინაშვილის. მაგას გავაკო. შენ ხომ იცი რომ ჩვენს ერთ-ერთ მონადირეს მიღაბი ჩამოუვარდა. არ დამინახავს მისი სახე. არ დაგინახა. ეხლა ხომ ხედა. ზაღადობა ეს რა მომენტებია. ჭეშმარიტების დღე. საგამოძიებო სამსახურთან. ჯობია ვერ გვიცნობ. და თუ გიცნეს? და თუ გიცნეს? Yes. Oh. აფსი ბავშვია. აკაცივილი. რა გჭირს გოგო შენ, ჰა? რა გჭირს? ჩვენ რაღაცნაირი კრინჯი მომენტებია რა გავაკეთე, ხა ეს ჩაკიცვაც რაღაცნაირი. ამერთ ღამეში იმენა შეცვალეს ბავშვის ცხოვრებაში. თეატრის გასწავლები ვიღად? ზემოთა. მადლობა. აი ამით რა დაადგინა ხა რომ?
არ მიუცია ამის ისა? ლენ. ლენ. მითხარი რამე რა. იასავალე. როგორ ნერვიულობს? მეტი რა გითხრა? ანუ რა საკეთებდი მთელი ღამე პოლიციაში? ჯოკერს ყომარავდით თეკლა. და ამალ მოუჯოკრა პოლიციას და დაიჭირეს. და ის ნიღბიანები აღარ გამოჩენილან? არა. არა. და შინის კარს. მოვიდნენ ცემეს და წავიდნენ. მაინც მგონია რომ რაღაცას მიმალავ და არ მეუბნები. არა. იყავი. მე გავაგებ. ეს ბუთურა კაცი ვიდან? ვაიმე რა საყვარელი კაცი. ეს ცოტა რა საშიშტებს გავს, მაგრამ ეს ვერ არის. ლენ, ვინ არის? ანა, გავალ ცოტა ხნით და მოვალ. რატომ იყვებათო? და რო გადაიცვა. ეს თარიკატა. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ეს გოგო გახდება ამათი ერთ-ერთი წევრი რა. ეგეთი ვაიბი მოაქვს ფიფს. გაგიგია ფრაზა. მიზანი ამართლებს საშუალებას. ბევრს გონია რომ ეს ფრაზა ნიკოლას მაკიაველიმ თქვა. საბჭანდი. ჩაი? მადლობა. რატომ არ ჩააბარეთ უბრალოდ პოლიციას? თვალის წინ, კბილის წინ. დანის გარჭობა? აქ თავი კითხვა. არა რა. არამედ სად გაერთო. უსამართლო ქმედების სამართლიანი დასასრული. დიდი არაფერი სესო. რაც მოსახლეობისაგან და ჟურნალისტებისაგან მოვიძიე, ჯერჯერობით 5 მონადირე დავთვალე. ისინი კულტურული,
არელიგიური პერსონაჟების ნიღბებს ატარებენ. ასევე აქვთ თავიანთი ფსევდოსახელები. მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ არ გაგვეცი. დამიჯერე. სორი არჩევანია. დასამალი აღარაფერი გვაქვს. მოიხსენ, ნიღბები. ასურა. თუ რაღაც. გასტონე. წერო. პოლუქსი. მაიმუნი. ჰელა. გუელგესლა. და მათი ლიდერი ლაზარუსი. ფიქრობ, მათ კავშირი უნდა ქონდეთ იმ მითოლოგიურ სახელებთან, ან იღბებთან. ლაზარუსი. ლაზარუსი არის ოსტატი შიფუ, კაროჩე და კუნფუ პანდას გიბერები არიან. და რატომ მაინცა და მაინც ეს სახელები? არ ვიცი. იქნებ უბრალოდ მოსვანთ. ან მე გავგიშდი. არა მგონია. აქ რატომ ვარ? ძალიან დრამატული სცენებია და არ უხდება თითქოს რა. ნამეტანი გადამეტებული დრამატული სცენებია. იმიტომ რომ გათავისუფლდა. უარი თქვა სამართლო სამყაროზე და შენით დაამყარო სამართლიანობა. შენი ხმა ყველას გააგონო და შენი სიტყვა შთაგონება იყოს უიმედოდ მყოფი ხალხისთვის. ჩვენც ერთ დროს დაჩაგრული ბავშვები ვიყავით. დაცინვის და ძალადობის მსხვერპლი. რა სიტყვი, ელენა? გინდა შენს გათავისუფლება. რა ჯანდავა მოუვიდა. ცუპში მოფასოთ. მოკლედ, ცუდი არ არის რა, რაც გადაღება რაც ნორმალურია რა. უბრალოდ ცოტა ისეთი ზოგი კრინჯი მომენტია რაც აი ვერ მძაბავს რა, აი სერიოზულად ვერ ვიღებ რა. რაც შეეხება იდეას ორ სერიაში რაც უყურეთ, ხო, ნუ რავი, ნორმალურია რა. ვნახოთ შემდეგ სერიასაც რო დავარიაქტებ, მე უფრო გამოვიტან საბოლოო დასკვნას რა. შედევით მომეწონა რა, უფრო გავერთე ვიდრე დავიძაბიან რაღაც ეგეთია. ტიპიური რაღაცა საქართველოს მომენტები ასახული, რეალისტიკური კადრები არის, მაგრამ ეხა ეს დაჭრა და ეს ძალადობა და ეგეთი რაღაცები, რავი რა, არ არის სწორი რა რაღაცა. იმ ესმისო შეიძლება ესეთმა ხალხმა უბრალოდ რაღაცა მსგავსი პედოფილი ხალხი უბრალოდ სცემოს და მართლა საცემი კი არა. გასაჩეჩქვები არიან, მაგრამ ის რა დაჭრა, მოკლა და ყლილობა ჩაიდინო, მაინც არ არა. მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებს რა, აი პედოფილი და აი რაღაცა მოძალადი ადამიანი, რომელიც გაუპატიურებას ცდილობს გოგოსი. ყლილობასაც კი იმსახურებს ჩემი აზრით, მაგრამ ეს ასა ტიპიური აზრი უფროა ვიდრე რეალობა რა. ეხლა მკვლელობა მაინც არასწორი. აი მეგობრებო, თუ მოგეწონათ, ან რას ფიქრობთ ამ სერიალზე, თქვენც გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, რომ შემდეგი ეპიზოდიც ნახოთ. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ. აბა დროებით შემდეგ ეპიზოდამდე.